დილამშვიდობისა, ნაშვებით როგორ ხდეს? ჩემი თანამგზავრი სულ ჩემთან არის. ხომ ხართ კარგად უნდა იყოთ. დღეს ცოტა ისეთი ამინდი გვაქვს, ქარიანი, ქარიშხლიანი. ხომოდით თანსაწოლს ავალაგებ. თან ვიჭორავოთ ცოტა. თებუნაც შემოგვიერთდება. ამას აქ დავდებ, იმიტომ რომ მე ჯიბიდან სულ მივარდება და სულ ამის სწორებაში ვარ ხოლმე. ვინც არა და ნიშნავს საყიდლებს, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე ოჯახში კვირაში ერთხელ. პროდუქტები, ეს ყველაფერი. და დღეს ჩემთან მოდის ლალიკო. ლალიკო ჩამოდის დღეს ჩემთან ერთად ვივახშმებთ. ძალიან გვერდს ვიჭორავებთ. მოგესალმებით შუაგული იტალიიდან, ქარიანი მინდოში. დაიმახსოვრეთ ეგრე. ოდოს სწორდება საწოლი დედიკო. გაიგე? ვიცი. ჰა? ვიცი. იცი. Sì. Certo. Teda ketiyo. მე გავიგო მაკიაჟი არ მკეთებია დაახლოებით 3 დღეა. და გამოგიყურებ ესე. ძალიან არ მომწონს, მაგრამ თან რაღაც აი თვალი მიეჩვია რა. ეხლა მოგვხსენი წამწამებიც დაგზელებული მქონდა. და ასე ამაზეთ მე გავრავო. არა, რაღაცა ვერ ვყო. ცხვირი უნდა გავიხტოვებო. არ ვეღარია. ხო, მოგიწევი. რა თეკლე და გუშინ ტესლას მეძახდა. ძნელია შემისახე. რას ვიძახდი ან ლალიკო ჩამოდის ხო და ცოტას ვიჭობ საუკუნეა ჩემთან არ ყოფილა რა იმ დროს მივედი რამდენი წუთით 15 წუთით და არ მეხო ლაპარაკი დავიწყე რაღაცა მიხვათ კაში ვიყავი ვიტყვია დღეს შემოგოსწორდა გავაკეთებთ რაღაცა ქართულებს. არა, მე გავაკეთებ უბრალოდ. მე მინდა ჩემი ნატუტყნები ვაჭამო. ესე, ეხლა დაიმახსოვრე როგორ სწორდება. დედა ლოსო. ლოსაი. სე. და სედი კოლავერი და მე თმოვინდა მე შენზე უკეთ გავაკეთებ. აი, სედი კოლავერი, ეს სიტყვა გამიდა ამბობა. აუ, ეს სიტყვა მაგრამ მოსება. ეგ მაგრამ და აი, ჩემი დიშვილი ჩამოვიდა. ეს რა ქვია? დეიდა ერთ სული მაქვს სკოლაში მივიდეო. მუღამი მაქვს მასწავლებელს რაღაც უთხრაო და რა მეთქი და რა უნდა უთხრა მეთქი და იტალიურად და რა მეთქი ნოლოსო. რა მის უკითხავს უნდა უთხრა ნოლოსო. და დღე გასაუბრება გვაქვს სკოლის დირექტორთან. რაიმორე კარგი ბავშვია, ელენი კოზონაუგლება ისავასაო და უხარია ოქრო იტალია რაღაც მოწონს და კი მეთქი და ერთი სურვილი აქვს თქო, რომლის
განხორციელებაც სურს თქვა და რა სურვილი აქვს. ერთი სული აქვს სკოლაში მოვიდეს და მასწავლებლებს უთხრას ნაოსო თქვა და ჩასკდნენ სიცილით. მე ლელენ მევდეი და რატო ხარი? მეგობრებო, სკოლის დამთავრებამდე დარჩა ცოტა ხანი. შუჩი სულდება. აუ რომ მოვიტრიალე და ცოტა ვილაპარაკო არ შეიძლება. და. ანუ რატო? რასთან ესე ხო უფრო კაი კამერა უკანა კამერა. ანუ ხო და მე რო გიღებ რა თქმა უნდა კარგია. ხოდა მეგობრებო, აუ აი ეგ დედა, აი იმენა. მოკლედ მეგობრებო, როგორც ისეთ ჩამსვლის დაბოლ კლასში, ემის ბარიერის გამო. და ეხლა ვარ, ანუ წეს საქართველოში უნდა გადავდიოდე მე-10 კლასში. აუ დედა და მე-10 კლასში უნდა გადავდიოდე. განა მე-9-ში, გოგო მე-10-ში. და ამათ ჩამსვლის 1 კლასი დაბლა. და ეხლა ვარ მე-8 კლასში. და გადავდივარ მე-9 კლასში. ეს გადავდივარ იცი რა მასალას გაგიც და იმას ამასწავლე. ეხლა მეგობრებო განახებთ ვიდეოს, რომელ უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება. მაგრამ იმდენია გადასახდელი მეგობრებო, სულ რომ მოვხვდე, პროსტა ფიზიკურად ვერავინ ვერ გაწდება მაგ გადასახადს. რამდენია? 12. წელიწადში? კი. მე გადავთვალე წელიწადში 12,000 იყო. 12,000. ალბათ რაღაც იქნება შენ მოდისწავლე და მოინდომე და ჩავდე ინვესტიციას შენ სწავლაში არ არის პრობლემა. აი მეგობრებო, ეს უნივერსიტეტი არის მილანში. და ამ უნივერსიტეტში მინდა ძალიან ჩაბარება. ეს არის ბაქონის უნივერსიტეტი და როგორც რთული არ არის მოხვედრა, მაგრამ ეკონომიკის უნდა წახვიდე. ან პოლიტიკა. ამათ პოლიტიკა ძალიან არ მაინტერესებს, ეკონომიკა კიდე ძალიან რთულია, სამართალი კიდე აქტივად არფასდება. საქართველოში არფასდება. სამართალზე მინდოდა დაახლოებით 3 წელი. ადვოკატობის წახვიდე. ბაქოში ვერ მოხვდები. თან ენა გიჭების ახლა. ქართველებს დავეხმარო და ამათი კანონები და ქართული კანონები ხო სხვადასხვა. ამათი კანონები უნდა ეხმარო, ქართველებს დაჭირდებათ აქ დახმარება. აქ ხო შეიძლება, მაგრამ კომე ფიქრიანო? ერთი ფიქრია დედა რა. დედა ეხლა რაკინას და გადავიდი არა სალია შვილო. ყველას თავისი, აი, ნახე, მეც ხო გადაღებ. აი ესე ამბობ, ეხლა აი პასუხისმგებლობა არ გააჩნია მაგას. გააჩნია, მაგრამ ნახე, შე რო იცახი ერთი ფიქრიაო. ან ნახეთ ხალხ როგორ რაღაცა ფიქრი არის, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი ხალხი. ძალიან ბევრი კლიენტი თუ მომხმარებელი თუ როგორ ავიღოთ. ხა ჩვენც ერთ-ერთი მისი მომხმარებელი ვართ და მესმის დროს რო ვერ ნახულობს და რატო? იმიტომ რომ ჯერ მარტო ბარიში რო ავიღოთ თითქმის 40,000-მდე ქართველია მხოლოდ ბარიში და დანარჩენ სხვა ქალაქებში უმეტესობა ფიქრიასთან დადის დედი. და ვერ ვამტყუნებ, იმიტომ რომ წარმოიდგინე მე ადვოკატი არ ვარ აქ. ვარ ერთი ჩვეულებრივი ბადანტე გოგონა. სახლში თავისი გადაღლილობით და სამსახურში თავისი გადაღლილობით. ხანდახან ჩემი და რომ მოდის ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ჩემი ფიქრები და ჩემი ის მაქვს. ვიღაცა რომ მირეკავს ტელეფონზე, ნერვები მეშლება, რომ დრო უნდა დამეკარგოს იმასთან ტელეფონზე ლაპარაკში, იმიტომ რომ დროს აი ხო იცდე ჩემი გრაფიკი, ჩემი რაღაცა ფიქრები იქის, წარმოიდგინე მე რომ მეზარება ვიღაცას 9 საათი და უთმო და ფიქრიას ამდენი მომხმარებელი ყავს და 9 მაშინ არ უნდა იყონოს მაგდენი. ჩემზე ვერ იქნება მომხმარებელი, არა. პასუხისმგებლობა არ გააჩნია. არა, დედა გააჩნია, ძალიან ბევრი რამეც გააჩნია მაგ ქალზე, ძალიან ჭკვიანი ქალიც არის, ძალიან ნიჭიერი გოგოა, მაგრამ მართლა ბევრი ხალხი ყავს და და ბევრი ხალხი რო ყავს. თინოზე და ნინოზე კი არ არის ფიქრია მორგებული. იცი რამდენი ხალხი ყავს? ხო და ხალი რამდენი ხალი გავოდინებ უბრალოდ. კაი, აღარ გვაინტერესებს. მაგრამ საქმის იმენახეს რომ მოკი ჩვენი საქმე ჯერ დაწყებული არ არის, ხო? ხო და რატო არის? როგორც კი დაიწყებს ის ხელს არ გაუშვებს. აი ის მომენტია მისულამდე გაიგე, ეხლა რაღაცა სხვა ჰაი ლეველებზე გადის, იქ რაღაცა
კონგრესმენებთან შეხვედრავ, იქ რაღაცეებში გაწერიან და იქ რაღაცა ქართველებისთვის აკეთებს ამას, ხვდები? არ მაინტერესდებიან. დაახლოებით თუ გაქვთ ნანახი 3 წლის წინანდელი ვიდეო, სადაც ინტერვიუ გვაქვს მე და დედას, მან ვამბობ, რომ მინდა სამართალზე ჩაბარება. ადვოკატი, კერძოდ. და მიზეზი იყო ის, რომ რადგან მომჩები დაიჭერს, მომჩებს ყავდა ძალიან ცუდი ადვოკატი. ეხლა ძალიან მინდა ადვოკატობა, იმიტომ რომ მე ენაც მიჭრის, არ გამიჭირდება ეგეთ რაღაცები, მაგრამ ამათი კანონები არის ძალიან რთული. მე თუ ბაქოში მინდა მოხვედრა, იქ უფრო ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკა და ეგ ისენი არა გახრები. არის სამართალიც, მაგრამ ამათი კანონები არის ძალიან რთული, რესტაზეპერებაც არის რთული, რა თქმა უნდა. ეკონომიკაც არ არის ხო მარტივი, არც ერთი გახრა არ არის მარტივი, რა თქმა უნდა. თავარია მოინდომა. ძალიან მაინტერესებს მართლა, მაგ უნივერსიტეტში. აი, ჩემი dream არის რა. dream არა. dreams is my. ოცნება. პატარა. მაგრამ აი იცით რა არის, თან რომ ვიცი რომ არ გამოვარა და ტყუილა რომ ვაძლევ ჩემ თავს იმედებს, იმიტომ რომ კაი გეხვეწებით, ვიღაც ქართველი პროსტა ბავშვი ვარ, სტრანიერი ჩამოსული და იმხელა გეგმებს ვაწყობ ბაქონის უნივერსიტეტში. ეს ბაქონის უნივერსიტეტი არის მილანში. თან როგორც გავიგე, აქ სკოლის საგნებით არ ხვდები. უნივერსიტეტში სკოლის საგნები არ აინტერესებთ. მგონი რაღაც თავის უნივერსიტეტის ტესტს გაძლევენ და ეგ ტესტი უნდა დაწერო. აი ჩვენთან რო არის სკოლის საგნებით ხვდები, აქ არ არის ეგრე. მე თუ მართლა მომინდომე შეიძლება რაღაც გამოვიდეს. მაგრამ ამას სჭირდება მეგობრებო, გადათენებები. ამას სჭირდება წიგნზე თავის რყმები და აი ძალიან ბევრი რაღაც. განა არ შემიძლია. მე არ ვამბობ რომ არ შემიძლია. მე უბრალოდ ძალიან მეზარება. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვსწავლობდი. მაგრამ ბოლო დაახლოებით 3 წელია ძალიან ჩავიქნე ახალი სწავლაზე. აი ძალიან იმდენად მეგობრებო, რომ საქართველოში ვაფშე სკოლიდან გამოსვლაზე ვფიქრობდი. მაგრამ მე რო ვიფიქრო რომ აი სკოლიდან რო გამოვიდე, მე ჩემი მომავალი რა არის ნიკორაში და სპარში მუშაობა კონსულტანტად, ანუ მაგრამ აქ კიდე სკოლიდან რო გამოხვიდე, რამე სიზამ, მე-9 კლასის ადესადით. საქართველოს ვერაფერს ვერ იზამ. ნიკორას და ორნაბიჯს ვერ გასცდები მაგალითად. ხო და თავიდან PR მენეჯერობას ძალიან მინდოდა. ძალიან დიზაინერობაც მინდოდა. მაგრამ სახიობობა იმენა სისხლში მაქვს რა. მაგრამ აი ახლა მართალს იცახი. ყველანაირი. გააგრძელე. არა მართლა. გააგრძელე. თეკლა რატო ძაბავ? სად ვძაბავ? ძაბავ და მე ხასიათში გადამდეს და შენთანაც ვერ ვითამაშებ. თუ დავუშვებ ბებოსთან მიწევს თამაში და ყოველთვის მომღიმარე ვიყო შენთან ვერ ვითამაშებ. გასაგებია. მე რობოტი არ ვარ. გააგრძელე. დამავიწყდა სულაზე მინდა. რაზე ვსაუბრობდით ბოლოს? სისხლაზე და ტუგადუმობაზე. ტუგადუმობა რა შუაში? გეტყვი რა შუაშია. მიდება. სკოლაში რო არ დავდიოდი. არ დავდიოდი. ჯერ მე რო საქართველოში ვიყავი, მაშინ კაი დიდი შვილი იყავი და შენ სკოლაში არ გევლო, ხო იცი რაც მოგივიდოდა. ვიცოდი. ესეთი. მე მეორე. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ამაში მამაშენმა, იმიტომ რომ არ გაკონტროლებდა ფეხებზე ეკიდა. ხო ისეა. მე 5 კლასამდე სკოლაში შენით გარბოდიდე. მახსოვს. მართლა, გაცდინა არ გინდა. მე აზა მიყვარდა დედა. ძალიან როგორი ბავშვი იყავ, იცი? ჭკვიანი. იყავი არა, ეხლაც ხარ. დაწყებით კლასებში ვიყავი ფრიადოსანი. ხო, მიზან დასახული. იცოდი თითქოს რაც გინდოდა,
მერე ეს გამოჩერჩეტებული მამა შენი რომ დაიჭირეს და თემები დაჟე ადვოკატობაზე დაიწყე ფიქრი რომ მამა ჩემის მსგავსად ჩვენ ხო გვეგონა რომ მამიკო არასправедливად ჩასვეს. მაგრამ მე გული აიყარე ყველაფერს. აბსოლუტურად ყველაფერზე. აღარც სწავლა დინდოდა, აღარც არაფერი. ჩემს თავზე ნერვები იმაზე მეშლება რომ მე თქვენს სარჩენად აქ ჩამოვედი. იმიტომ რომ ხელი არავინ გამიმართა საქართველოში, როცა მიჭირდა. და ამიდან გამომდინარე გზა დაკარგე სკოლისკენ, საერთოდ დავიწყდა სკოლასად იყო, საერთოდ. თორემ მე რო საქართველოში ვიყავი, კარგადაც სწავლობდით, სკოლაშიც დადიოდით, გინდა შემდეგ კიდე ხო ხანდახან შატალოს მიგეთებდით. რა დამავიწყებს ერთხელ საბადა თავისი მაკაციო ფაქტზე გავკარი. დედა ფაქტი ხალხი სხვა რა ვეგონება ფაქტზე, მაგრამ ხო, ჩამოვედი იმის მანქანაში ვჯდები, საყიდლებზე მივდივარ და ისმის აპესტუტუნი. მაგრამ აქ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბებიაშენმაც. აუ ბებოს მოეხები ახლა ჩემი კაი, ვაფშე არა დედა. ანა ვეხები, ნახე. აი ავტორიტეტი არ ყავდა, პატივს არავის არ სცემდით, შეცდომა დაუშვა. ხო, ნერვიულობ და შემიძლია აი სკოლაში არ დადის, მე რა გავაკეთო, მოკიდე ხელი და წაიყვანე ქალო, ეგ ერთი. მე მამაშენ რო ჩამოვიდე ვიფიქრე ახლა ბავშვ სკოლაში რაღაცა, მე გზას მოეწევა თქო. უარესი ქალო. უარესი და ყველაზე მეშლება ნერვებიც. კაი მამობა კი და კაი დედობა ის კი არის ბავშვ სკოლას გააცდეს და ისი ხახეთი ეგ არის უგადუმობა, შეუგნებლობა და ორი წიგნი რო არ აქვს საკითხული და რო გიცინება ბავშვ სკოლას გაგიცნეს, მან გინდა დაანგრიო ისიც და ისიც. მაგრამ ეხლა შენ ყველანაირი შანსი გაქვს. შენს განათლებას მიხედო, მართლა გეუბნები. მე მინდა რომ მთელი საქართველო ავალაპარაკო. ხო, ალაპარაკი კარგით, იმით კი არა რომ გეოისაო და ესო. იმით ალაპარაკი რომ შენ გახდე წარმატებული. იმით ალაპარაკი რომ შენი წარმატება ხალხს მოახმარო, ისეთი პროფესიაში არჩიე, რომელიც დაუბრუნდა არ დაგეზარება. იქნება შენ და გაითავისებ და მართლა მოგეწონება. ამ ყველაფერს დაფიქრება და მონდომება უნდა, თორე სკოლის პერიოდი მალე გაქრება. რამოდენიმე წელი. და სკოლაში არის. აი მე ინანი. მართლა გეუბნები და დედა შენი აზრით, აი გეხვეწები დედა ფრიადასანი ბავშვები ისე ხდებიან მაგ უნივერსიტეტში სადაც მე ვიყავ. კარგი გოგო მონდომება თავარი ფრიადოსანი არა. ჯობასარი არა ის იმაზეც გეტყვი რომ იტყვიან ხოლმე რომ ისავით სკოლაში არეთო წარმატებულები გახდებითო და მე არის ესეთი მიმები რომ ჯერ არ მინახავს ისეთი მასწავლებელი და ისეთი პროფესორი რომელიც ფერარით ან ლამბორგინით და იმენა ბაზარი არ არის. მაგასაც თვლი უნდა შვილო ფულიანი რო გახდე მაგასაც თვლი უნდა და უმეტესობა მილიონერებისა არიან ტუგადუმები. ტუგადუმი ინგაგები ტუგადუმები კი ძალიან ჭკვიანები არიან. ანუ არ უსწავლიათ. ხო, უმეტესობა სწავლის გამორიცხეს, წამოვიდნენ, ზოგი ბულინგის ფერბლი იყო და და ხალხს უმკისებდნენ რომ ყველაფერი გამოუვიდოდოთ. ანუ სკოლაში შეგვიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი შენში უნდა იჯდეს. არც ისწავლო და არც გაქანება გქონდეს, მან უკვე რაღაცა გაგვევააშვილო სერიოზულად. ასე რომ ძალიან გთხოვ და ფიქრდი, მე კი არ გაძალებ, ძალიან თუ რამე გასწავლის, თუ არ გინდა, ეგ არის. უნდა დინდოდეს, თავად უნდა დინდოდეს, ხვდები? ეგ თავის თავად დედა. ხო და ამიტომ მეგობრებო სწავლა ყველა ბავშვს ეზარება. აი მართლა ყველა ბავშვს ეზარება სწავლა. მე არ ვინახავს ბავშვი სკოლაში გაპისავის ფეხით. მაგრამ თავარი აი ნახეთ შეიძლება ადამიანმა დაამთავროს 12 კლასი, ძალიან მაგარი უნივერსიტეტი და ტვინში არაფერი არ ედოს. მაგრამ თავარი არის მონდომება.
პირველ რიგში. თუ არ გინდა და ინტერესი არ გაქვს, სულ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრო. ტვინში მაინც არაფერი არ ხდება. მე იყო პერიოდები ჰარვარდის უნივერსიტეტში მიდოდა ჩავარება. აი, მეგობრებო, იცით როგორ მიდოდა, აი, ვაფანატებდი და ეგ იყო დაახლოებით 4 წლისზე. 5-4 წლისზე და აი რომ ნახე ეს ვიდეოები რო იყო ხოლმე TikTok-ზე ხდებოდა ის ჰარვარდის უნივერსიტეტში რო ხდებიან და ის შოულების და ბავშვების რეაქცია ძალიან მომწონდა და დავიწყე ინგლისური სწავლა. და როგორ? აუ დედა. სუშილკაში, ეგრეთ წოდებულ სუშილკაში გვქონდა ინგლისური ენოვანი წიგნები. აღარ პროსტა წიგნები რა. განა ის ინგლისურს ვერ გასწავლის. არა, პროსტა წიგნები. გავედი. ყველა წიგნი რაც იყო შემოვიტანე და დავიწყე კითხვა. კითხულობდი, ნუ ვერაფერს ვერ ვიგებდი, მაგრამ ხო კითხულობდი. და მაგაზეც ხელი ჩავიქნიე მე. მე გულმწყდება იმაზე, რომ ძალიან ბევრი წელი დავკარგე. განა იმაში დავკარგე, რომ სკოლაში დავდივარ და რაც არა, პირიქით, რო არ დავდიოდი, ხვდებით? ანუ მაგაში დამეკარგე ძალიან დიდი დრო. იმიტომ რომ შემეძლო რომ სკოლაში მევლო ის პერიოდი. მე ვთვლი რომ ჩემი ბრალი არ არის ხომ სკოლაზე მაქვს ხელი ჩაქნეული, თუნდაც ეს არის გარემოებების ბრალი. არის რაღაც გარემოებები და მაგის ბრალია. იმდენი რამე მოხდა ამ ბოლო პერიოდში, ბოლო 2-3 წელიწადში. ბატონო იმდენი რამე მოხდა ამ ბოლო 2-3 წელიწადში, რომ კიდე კარგად ვართ მეგობრებო. თავარი ახლა ვარ მომდომებული. იმედი არ უნდა დაკარგოთ მეგობრებო. ეს მე რა ლამაზი ვარ უმაკიაჟოთ. Vai. Vai, bella, vai. Vai, amore. Sì, Susanna. Allora. Volevo dire una cosa, che adesso vedete, me la telefono. E trova su che conde, როგორც სამიწლისზე. კითხვები იქნება უფრო მეტად სპონტანური. ახლა მე ამ ვიდეოს ავთვლით, მაგრამ კიდევ მოასწავლეთ მანამდე კითხვები და შეიძლება კითხვა-პასუხი იყოს, იმიტომ რომ გამჭირდეს. ეს კითხვებსაც აუცილებლად ჩავსვა. თუ რამე კითხვაზე პასუხი გაინტერესებს თეკლასი. თუ არა და ჩემი კითხვებით მივყვები, იმიტომ რომ მე მინდა მაქსიმალურად გულწრფელად მიპასუხოთ ეკლა ყველა კითხვა. რა თქმა უნდა. იყო ბუნებრივი და ეგენი არ მინდა. კი. აღარ მეგობრებო, მე Reddit-ებს თუ გამიკეთებ 3 წლის წინანდელს და 3 წლის მერე უფრო გამიხარდება. და ჩამიგდეთ. მე თვითონაც გავაკეთებ. აი რამე ისეთი რა, როგორ პასუხობდი 3 წლის წინ და ეხლა გაზრდილი თეკლა. ვაიმე. ძალიან ისეთი კითხვები მაქვს მე თვითონაც რა იცოდე. მესმის დედა. გავიგე გაგების დონეზე. მეგობრებო, ვაზრზე არ ვარ კითხვები იქნება. უბრალოდ აზრზე არ ვარ. არა, ყველაფერი. ჩვენი დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, ხო რაღაცა ისეთი აინშტაინის პრემია ჭირდება ეგ არის, მაგრამ ტექნოლოგია. ტექნოლოგია. ეცადე რომ მოიწერებაში ყავის დასადები, ჩიქების დასადები. აბიდე ყავის აპარატი დავდოთ ძე. ეძახის სადას მიდია. აუ, დედა, მან რატო დაწერეს მე უბრუნდება. ტექნოლოგია. დედა მასახში ვიყავ. სახში ვიყავ, მაგრამ კი, დედა. მაშინ ხო იცი რა ეს ფაზა. ხახს უყვები. ფოსვარი პანზე. შეტია გეუბნები. აი, ჩეჩეთ მაგის გაზანი და ვაფრე ძინი ხონდა. აი, ხაშება ჩვენ ამ ვიდეოს ავხსნით. და დაწერეთ კითხვები. მოგინდათ რამე თქვენ მოკითხვა გაიგებთ. ვიდეოში
Давай. Გაკასეთ დროებით. ჩაო.